გოგოებო, ჩემი ვიდეო გავარდა, მაგარი ნახვები აქვს, ეხა ფულები წამოვა და ამ ყავაზე მე გეპატიჟებით. მოიცა, ეხა სანამ გადახდაზე მიხვალ. ხო. ეგრე მარტივი არ არის ეგ ამბავი. გიორგი, ამდენი ხანია კონტენტს ვაკეთებ და ეგეთი მარტივი რო იყოს მონეტიზაცია, აქამდე კიდევაც გავდიდებოდი. მოიცა, აბა რაღაცა მონეტიზაციაო და ნახვებიო და ამბავი. მონეტიზაცია კი გვაქვს ჩართული YouTube-ზე, მაგრამ საქართველოს არ არის მაღალი CPM ქვეყანა. მოიცა რა CPO? მარტივად რო ვთქვათ, რამდენ სიხდის რეკლამა 1000 ნახვაზე. აი მაგალითად, თუ შენს ვიდეოს 1000 ნახვა აქვს, წარმოიდგინე, რომ ამერიკაში იმაზე 5-ჯერ მეტ თანხას გიხდიან, ვიდრე საქართველოში. და ისე ეხლა ჩვენს შორტებს 150,000 ნახვები აქვს, რა გამოდის, რომ $30 გვერიცხება მარტო რა. ნუ მოკლე ვიდეოზე დაახლოებით ეგრე გამოდის. საბოლოო ჯამში 50,000 ნახვა ამერიკიდან უფრო მეტ ფულს უდრის, ვიდრე 300,000 ნახვა საქართველოდან. მე მაგალითად როგორც კონტენტ კრეატორს გააქტიურებული მაქვს Facebook-ზეც, TikTok-ზეც და Instagram-ზეც მონეტიზაცია, მაგრამ ფული ჯერჯერობით არ ჩამრიცხვია. ვერ გავიგე, ძალიან გთხოვთ, ამიხსენით როგორ ვიშოვო ამ მონეტიზაციით თუ რაღაცით ფული. ჯობია ხოლმე ამ ციფრულ პლატფორმებზე, მივმართოთ ხოლმე ისეთ ხერხს, როგორიც არის ბრენდებთან თანამშრომლობა, კოლაბორაცია. YouTube-ზე შემოსავალი იზრდება, მაგალითად, როცა აუდიტორია ყავს ევროპიდან ან ამერიკიდან. ან უფრო გრძელი ვიდეოა და იქ კიდევ უფრო მეტი რეკლამა ეტევა. შესაბამისად, თანხაც უფრო მეტი გიგროვდება. მოიცა, გიორგი, ერთი წამი დამელოდე. და ამ ყავის ფულს ვინ იხდის?